რა უნდა და ირაკლი მამალაძეს ღამე 10 თებერვალს პროკურატურაში, როდესაც ის ჩვეულებრივი რიგითი მოწმე არის და ჩვეულებრივი მისი ჩვენებების საფუძველზე მოხდა აღნიშნული საქმეზე ინფორმაციაზე საქმის აღძვრა. ეს უკვე მე არაერთხელ მithქვამს, რომ ეს გარკვეული ინტერესი და გარკვეული შეთანხმებული ჯგუფის მონაწილეობა არის. ეხლა რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია სოსო გოგაშვილთან. მოგეხსენებათ, რომ ეს საქმე, როდესაც მიმდინარეობდა ირაკლი მამალაძის განცხადების შემდეგ ვიდეო მტკიცებულებების მოპოვება თუ როგორ რანაირად რისთვის უნდა შეეძინა აღნიშნული ეგრეთ წოდებული ციანიდი, ამას აწარმოებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ მთელი ყველა ეს მეთოდი, ყველა ეს გადაადგილება, ყველა ეს ინფორმაცია, რაც კი არსებობდა, მიმდინარეობდა და ინფორმაციას აწვდიდნენ შესაბამისად თანამშრომლები თავის ხელმძღვანელობას. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ამდაგვარ საქმეზე, როდესაც თქვათ, მე ძალიან რეზონანსული გასაჯაროება მოყვა და სახელმწიფო თანამდებობის, მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირები არაერთხელ აღნიშნავდნენ, როგორ გადაარჩინეს ქვეყნიერება, დაღუპვას და საქართველოს და მთელი სახელმწიფო სისტემა. იცით რა არის? ამ შემთხვევაში ყველა ძალოვანი სტრუქტურას ყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ მითითებების საფუძველზე ანხორციელებენ იმ ქმედებებს, რაც ევალებათ, რომ დაადგინონ ობიექტურობა და არსებობს თუ არა დანაშაულის შემადგენლობა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როდესაც ვიდეო მტკიცებულებებით, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური ანხორციელებდა, არ დასტურდება არანაირი ციანიდის გადაცემა. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თვალთვალის მიყურადების მთელი სატელეფონო ქსელის კონტროლის ქვეშ ვერ ადასტურებენ თუ სად მოხდა, ვისგან მოხდა შესყიდვა, როდესაც მამა გიორგის არათუ აკავებენ, იტაცებენ აეროპორტიდან, საერთაშორისო აეროპორტიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როდესაც ადამიანი ჯერ დაკავებული არ არის და რამდენიმე საათით გერმანიაში გადაფრინდა და იქ ანზურ ჩუბინიძე აღმოჩნდა და ამ ყველაფრის შემდეგ 9 საათის არაერთხელ თქმულა, რომ 9 საათის დაგვიანების შემდეგ მოხდა ამ ჩემოდნის ჩანთის შემოწმება. ეს ცნობილია, ეს დეტალები, ბატონო. მე მაინტერესებს, რატომ მაინც და მაინც სუსის უფროსის მოადგილე, აი ეს რა კვალია აქ, აი, როდესაც პირდაპირ მისი სახელის და გვარის ხსენება ხდება, როდესაც მაგალითად ეხლა დაკავებული დეკანოზის ძმა პირდაპირ ეთერში გვიყვება, რომ დაინტერესებული პირები თუნდაც იმისი, რომ არ გაირკვევს სიმართლე არიან შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი და აქვე უცებ ჩნდება ახალი ფიგურანტი ამ შემთხვევაში სახელით და გვარით იოსებ გოგაშვილი. ეს რა სამკუთხედია თუ რა კავშირია? იქნება უფრო დეტალურად. კი ბატონო, სამკუთხედი არის შემდეგი. ის რისი განხორციელებაც უნდათ, რისი გადაწყვეტილებაც უნდათ, ამას სჭირდებოდა შესრულება. დიახაც სოსო გოგაშვილის ხელშეწყობით, სოსო გოგაშვილი, რომელიც საქმის ყურში იყო თუ რა უნდა განხორციელებული და როგორ უნდა განხორციელებულიყო, დიახაც მაგათი მითითებით მოხდა ციანიდის ჩადება იმ ჩანთაში, რომელიც ჩანთაც შეამოწმეს 9 საათის შემდეგ. ეს იცით რაზე არის მიმანიშნებელი, რომ კი მესმის ეხლა, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებები მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა იყურით მოთხრეული არის და რაღაცა გარკვეულწილად შეთითხნილი არის სცენარი, როცა დაიწერა, ამაზე არაერთხელ თქმულა. დიახაც არსებობს ინტერესი, დიახაც უნდათ მამა გიორგის მოშორება იმ საქმიდან, რა საქმესაც ის ახორციელებდა და კარგად გაიხსენოს საზოგადოებამ, თუ როგორ რანაირად აღწევენ ყველა ეს ადამიანები იმ ქონებას, იმ თანხებს, საიდან იძიებენ ამ ყველაფერს, როდესაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს სამკუთხედი არსებობს და გარდა ამისა, ეს სამკუთხედი შორენა თეთრუაშვილი, მეუფე და სოსო გოგაშვილი, კიდევ ერთხელ მინდა რომ დაგაკონკრეტებინოთ, მე არ მინდა რომ მე მაყურებელი შევიყვანო შეცდომაში. ამიტომ არა მარტო სოსო გოგაშვილი, ამ შემთხვევაში პირდაპირ ეს არის პროკურატურაც და ყველა ის ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც შესაბამისად მითითებების საფუძველზე თავიანთი
შეფასებებით და მოქმედებებით ანხორციელებდნენ ამას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი იმდენად უსაფუძვლოდ იყო, იმდენად ნდობის ფაქტორი აღარ არსებობდა და იმდენად გაურკვეველ სიტუაციაში იყვნენ, არც ეცადნენ და არაერთხელ მithქვამს, რომ ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ არა. ეს მიუთითებს დიახაც ინტერესი არსებობდა და ამაზე მამა გიორგი პირდაპირ უთითებს. და მარტო ამას რო თავი დავანებოთ, რატომ ითხოვს, იცი, მამა ითხოვდა ყოველ შემთხვევაში მამა გიორგი, რომ ეს ყოფილიყო საჯარო სასამართლო პროცესი. ის მას აქვს ძალიან დიდი ინფორმაცია და ძალიან ბევრ რაღაცაზე შეუძლია ისაუბროს. აპირებს ის სასამართლო პროცესებზე, აი ეს გვარები, ეს სახელები, მათ შორის დაუშვათ ეს ახლა დასახელებული უკვე გუშინდელი წერილის შემდეგ სოსო გოგაშვილი და სხვების ესეთი კონკრეტული სახელები და გვარები თქვას სასამართლოს ხდომაზე, დახურულზე არ ღიაზე არა აქვს მნიშვნელობა. ნუ ყოველ შემთხვევაში მამა გიორგის და ჩვენს პოზიცია ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ღია და იმის საფუძველი, რომ რაღაც ცხოვრების პირადი ცხოვრების რაღაც საიდუმლოებებზე შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის სიცრუე, მაგდაგვარი არაფერი არ არსებობს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მთავარმა პროკურორმაც კი აღნიშნა ერთ-ერთ კომენტარებში, არაერთ ტელევიზიაში, რომ ამდაგვარი ვიდეო ჩანაწერები, აუდიო ჩანაწერები არ არსებობს. დიახაც არცეც არავის არ უნდა მოწმები, ვინც არის სახელმწიფო ბრალდების, რომ ისინი საჯაროდ ყოფილიყვნენ დაკითხულები. დიახაც თვით მამა გიორგისაც საქმიდან გამომდინარე, ჩვენ კარგად გავეცანით ამ საქმის მასალებს და ბოლომდე ვიცნობთ, იმდენი შეკითხვა დამატებით იმ ინფორმაციასთან ერთად, რაც თვით მამა გიორგის გააჩნია. დიახაც ჩვენ ამაზე ეს არ არის ტაქტიკა, ჩვენი ტაქტიკა, მე წეგან უსმენდი